მოგესალმებით, მე მგონი წესრიგშია. ნახო. Here. Maçat შევამოწმებ. Here. Აი ახლა შემიძლია დავიწყო უკვე გადაცემა. მოგესალმებით, დღეს ხუთშაბათი დღეა, ჩვენი გადაცემები, ფაქტი მოვლენა, კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემურ გიორგელიძესთან ერთად. ჩვენ მთავარი კვირის მივოხილვა გვაქვს შაბათობით, ახლა მიმდინარე განსაკუთრებულ საკითხებს გავუსამხართ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დღეს ცნობილი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი კონცეფციის ის მუხლები, რომელსაც საიდუმლო მუხლებს უწოდებენ. გასაგებია, რომ ეს დახურული მუხლიები იყო პირველი გახმიანებისას არაჩვენეს, მაგრამ შემდეგ როგორც ჩანს სხვადასხვა არხებით თვითონ ამერიკელებმა ჩაუშვეს და სრულად გარკვეული მიზნებით. თქვენ წარმოიდგინეთ ამ კონცეფციას, ანუ ამერიკის უსაფრთხოების კონცეფციას თვითონ ამერიკაში, საღი ამერიკა ძალიან კარგად ხდება, ძალიან კარგად მიიღო ეს ყველაფერი ჩინეთმა, ძალიან კარგად მიიღო რუსეთმა, მაგრამ ევროპაში არის სრული კატასტროფა. და მე დავიწყებ, რატომ არის პანიკა ევროპაში, აი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით კატასტროფული ახმა, იმიტომ რომ კონცეფციაში წარმოიდგინეთ, ეს არ არის ჩვენ საქართველოში ტრამპი ემოციური გონიათ და აზაგონიათ ისეთ რამეებს ლაპარაკობს, რომელიც შემთხვევით გამოსდის, არასდროს არ ხდება ასე. საქმე ის არის, რომ კონცეფციაში იმ დახურულ მუხლებში პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ ევროპული უსაშინელეს დროში ის პირდაპირ არის დასახეთ, ნახეთო საფრანგეთი, პარიზი, ნახეთ ინგლისში ვინ არის მერი, თან საშინელი მერია და მთავარი რაც არის შეერთებული შტატები მისთვის და მასთან ახლომდგომი ქვეყნების თან ძალიან მჭიდრო ურთიერთობას აპირებს, რომ გაიყვანოს ისინი ევროკავშირიდან. ევროკავშირი მე დიდი ხანია საუბრობ, რომ ეს უბარგისი წარმონაქმნი აუცილებლად დაიშლება და თქვენ ხედავთ ახლა მე ძალიან კარგად ვიცი, რაც ვაკეთებ, მე ჩემი გვერდის მკითხველებსა და ჩემი გადაცემის მსმენელებს უდიდეს პატივს ვცემ და უდიდესი პასუხისმგებლობა გამოჩნია, იმიტომ ჩავერთებ მე და იმიტომ რჩები საჯარო პირად. მე ჯერ კიდევ 22 წლის 24 თუ 25 თებერვალს დავწერე, რომ რუსეთი აქედან გამოვა ძალიან ძლიერი და ამერიკელებს დიდი ძეგლი უნდა დაუდგან მოსკოვში და ყოველდღე ემთხვიონ და მადლობა გადაუხადონ, რომ ჭაობიდან ამოიყვანეს. მე ისიც ვთქვი, რომ უკრაინა არასდროს არ იქნება ის, რაც იყო, ძალიან კარგად მესმოდა, რა დაპირისპირება იყო, ვისგან იყო ორგანიზებული, მიზანი რა იყო და მე ვთქვი, რომ რუსეთი არ დამარცხდება, მაგრამ ამ კონფლიქტის მთავარი შედეგი იქნება ნატოს დაშლა და ევროკავშირის დაშლა. ევროკავშირს ბევრი არაფერი უკლია, მაგრამ კიდე გეუბნებით, მე ახლა ვსაუბრობ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო უსაფრთხოების კონცეფციის იმ დახურულ მუხლებზე, რომელიც სულ ახლახან გახდა ცნობილი. ეს არ არის პუტინის პროპაგანდა. გამიგეთ ხო ჩვენს გონება წაშლილ ადამიანებს მიმართა უფრო ყრალმა იდეოლოგიამ, რომ საშინელებამდე მიიყვანა.
პირდაპირ აღწერილია რა მძიმე მდგომარეობა ევროპაში, როგორი საფრთხეებია ევროპის წინაშე და ამდენად შეერთებული შტატები ცდილობს და შეეცდება ძალიან მჭიდრო და აშკარად ახმარებები გაუწიოს ყველა იმ პოლიტიკურ ძალას ამ ქვეყნებში, რომელიც ააცილებს ევროპას ამ მდგომარეობას. ანუ აქედან ჩვენ თუ პოლიტიკურ შეფასებას გავაკეთებთ, ევროპაში ამ ნაგავი ხელისუფლებების ცვლილება გარდაუვალია და მე ვფიქრობ, რომ ევროპის ეს წყალწყალა ხელისუფლებები წაიყვან სამთავრობასაც საქართველოში, იმიტომ რომ ესეც არანაკლებ წყალწყალა ხელისუფლება არის და წყალწყალა მთავრობა, რომელიც საშინელების მდგომარეობაში აზრზე ვერ მოსულა რა ხდება. თავარი რაც არის. თქვენ კარგად იცით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს ჰქონდა იდეა, რომ G7 დიდ შვიდეულს, რასაც უწოდებენ, იქ დაებრუნებინათ მერვე ქვეყნად, როგორც იყო 2014 წლამდე რუსეთი, იმიტომ რომ ტრამპმა გააკეთა შეფასება, რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა, უცხადია შეცდომა იყო. მაგრამ რუსები კატეგორიულად წინააღმდეგი არიან და მე ვფიქრობ, რომ სწორად აკეთებენ, რომ ამ არაფრის მაქმნის დიდ შვიდეულში დაბრუნებას ნამდვილად არ აქვს აზრი, იმიტომ რომ ვინ არის დიდი შვიდეული. გასაგებია, შეერთებული შტატების გარდა დანარჩენი 6 ქვეყანა, იაპონიაზე ცალკე ვიტყვი, არაფერს არ წარმოადგენს, არც ბრიტანეთი, არც საფრანგეთი, არც გერმანია და ასე შემდეგ, არც კანადა მით უმეტეს და ასე შემდეგ. და სამაგიეროდ არის საუბარი იმაზე, რომ ამათ ნაცვლად შეითქმება კორ 5. კორ მე ავხსენი სულ ნახევარი საათის წინ ჩემ გვერდზე. კორ არის ბირთვი, ანუ კოოპერაციული თამაშების ფუნდამენტალური ცნება არის. ჩემი წიგნი, რომელიც უკვე გამზადებულია და სულ მალე დაიბეჭდება, კოოპერაციული თამაშები, ბოდიში, თამაშების თეორია ეკონომისტებისათვის, მეშვიდე თავში სპეციალურად არის კოოპერაციული თამაშები, ანუ კოალიციური თამაშების ფორმა, ანუ როდესაც არა ინდივიდები ისწრაფვიან საკუთარი მიზნის მიღწევისათვის დამოუკიდებლად, არამედ ისინი ეძებენ იმ კოალიციებს, კოალიციები როგორ ყალიბდება, სხვათა შორის ძალიან სერიოზული მათემატიკაა, მაგრამ ყველაფერი ახსნილი მაქვს, რაც ჭირდება ამას. ძალიან დიდხანს მოუნდი ამ კოოპერაციულ თამაშებს, იმიტომ რომ აქ არ არის ეშელონირებული კურსები, რომ მე შემეძლოს რაღაც წინა განვლილ საგნებზე მიმეთითებინა, მე თვითონ უნდა ჩამომეყალიბებინა ყველაფერი ისე, რომ გასაგები ყოფილიყო მკითხველისათვის. ეს ცოტა რთულია, იმიტომ რომ თამაშების თეორია ძალიან სერიოზულ მათემატიკას მოითხოვს, მაგრამ მათემატიკას მაშინ აქვს ეკონომიკურ საკითხებში აზრი, თუ ამ მათემატიკის უკან იკითხება ეკონომიკური არსი. კოოპერაციული თამაშები კი იმდენად ბუნებრივი რამეა, ბირთვი კი არის ის გაყოფები, თავარი რა არის კოოპერაციული თამაში, რაღაცისთვის რომ გავერთიანდით და გვინდა შემდეგ გაყოფა, როგორ უნდა მოხდეს განყოფა. რუსები დელეშს უწოდებენ ამას, ხო? ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, მოგების განაწილება, გაყოფა. ისეთი გაყოფების სიმრავლეა, რომელიც თავისი შინაარსით არის მდგრადი და ამასთანავე კოალიციაში მონაწილე ყველა წევრი იღებს იმას, რომელიც მას აკმაყოფილებს, იმიტომ რომ სხვა უკეთესი შანსი, ქართველებში განსაკუთრებით არის, რომ გახდება გვერდზე, რომ თვითონ უფრო ჭკვიანია სხვაზე და ამიტომ კოალიციურ თამაშებს კი არ ითამაშებს, არამედ ყველაფერი უნდა წაიღოს, რომ ეს კონტრპროდუქტიულია, ამიტომ წმინდა ადამიანური სტრატეგიის თვალსაზრისითაც კოოპერაციებში თამაში ყოველთვის არის ჭკვიანური, რთულია, ხას უსვამ, რთულია, რომელი კოალიცია, რა მიზნის მიღწევისთვის, რანაირ კოალიციასთან ჯობია შეკრება, რომელი კოალიცია უზრუნველყოფს მაქსიმალურ მოგებას და ასე შემდეგ. კორ 5 ამბობს, რომ ამ გაერთიანების
მიზანია ის საერთო მოგება, მოდით ასე ვთქვათ, ისე გაიყოფა, რომ არც ერთ მათგანს ამ ხუთიდან და არც ერთი შიგა კოალიციას ამ ხუთში დაუშვათ რუსეთი, ჩინეთი, ან და თქვათ ამერიკა, იაპონია, არ ექნება უკეთესი შედეგის მიღწევის საშუალება, თუ დანარჩენი სამი არ მონაწილეობს ამ გადანაწილებაში. ვიხდით? შესანიშნავი იდეა არის, შემთხვევით არ დაარქვეს კორ-5, კორ-5 ეუბნება მსოფლიოს, რომ ეს 5 ქვეყანა საკუთარ ინტერესებს ისე დააბალანსებს, რომ უკეთესი გადანაწილების სურვილი და კოალიციიდან გაზრდის სურვილი არ ექნება არავის. შესანიშნავია. რატომ იაპონია? გასაგებია, ნახეთ? თუ საუბარია რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთზე, შეერთებული შტატები მარტო რო არ იყოს, მას ჭირდება ჩინეთი და ინდოეთის გარკვეულ საპირწონედ იაპონია და არც ერთი დიდი შვიდეულის ქვეყანა, ეგრეთ წოდებული ევრო ლიდერი ქვეყნები, გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი, კიდევ ვინ იყო, კანადა, ხო, და ასეთი რაღაც, იტალია. საერთოდ გადაგდებული. აბა მეც კი არაფერს წერდი. მე არ ვამბობ ამას რაღაც ხმამაღალი სიტყვებით, საათობით ყოველდღე უძივარ ამას, რომ თქვენთან საუბრის დროს ვიყო მზად. მე არ მაინტერესებს ვინ არის კარგი, ვინ არის ცუდი. მე მაინტერესებს რა ხდება, რომ ჩემი პასუხისგებლობის ფარგლებში აბსოლუტურად ზუსტად გითხრათ, ეს ხდება. ვის მოწონს ეს, ვის არ მოწონს ეს, მნიშვნელობა ამას არ აქვს. ამიტომ, როდესაც მე ლამის პუტინის მეგობრად მაცხადებდნენ, ხო და რუსეთის მეხოთბეთ, კიდე გეუბნები, მე ავწერ სიტუაციას, რაც არის რუსეთში. რუსეთი მე რო ვიცი, ისე უნდა. ისტორიულადაც, ეკონომიკურადაც, ბოლო-ბოლო მათთან ერთად ცხოვრობდით და უსაშინლეს და საერთოდ უსერიოზულ ადგილზე მიწევდა ყოფნა მსოფლიო დონის პირველ მეცნიერულ წინახაზზე და ბუნებრივია, მე ვაფასებ, მე იმასაც ვაფასებდი და ვაფასებ, რა უბედურება ჭირს რუსებს, მაგრამ არ ვიცოდე მისი ძალა არის აბსოლუტურად მიუღებელი და ბავშვური სისულელე იქნება ჩემგან სხვა. იგივე რომ ამერიკა მე არასწორად შევაფასო, იმიტომ რომ მე ძალიან სიღრმეში ვიცი ამერიკა, ბავშვობიდან მომიწია ამ გარემოში ყოფნამ და ეხლა მით უმეტეს, როცა ოჯახურად ვარ დაკავშირებული ამერიკასთან. ესე იგი, თავარი რა არის? ნახეთ, ევროპა დარჩა გვერდზე და მე წერდი, საუბრობდი, რომ ეს არის ჯუჯა, პოლიტიკური ჯუჯა, პოლიტიკური არარაობა, რომელმაც უღალატა საკუთარ უზარმაზარ ცივილიზაციას ხაზს უსვამს. დასავლური ცივილიზაცია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ცივილიზაცია იყო. დასავლური კულტურა თავისი არსით ქრისტიანული კულტურა იყო და უკანასკნელი, მოდით ასე ვთქვათ, 1968 წლის პარიზის მოვლენების შემდეგ, რომლის მომსწრე მე ვარ და ფაქტობრივად მე-9 კლასელი აბსოლუტურად საქმის კურსში ვიყავი თუ რა ხდებოდა, მათ შორის სანამ რუსულად ითარგმნებოდა ცნობილი მერლის ნაწარმოების სარკე, ის ვიცოდი უკვე და იქ ძალიან კარგად არის აღწერილი ყველაფერი. იქ მოხდა, შემდეგ კიდე 5 წელი და უკვე სხვა მიმართულებით წავიდა ევროპა და ბოლო 30 წელი ის კი ნეოტროცკიზმის გზას დაადგა. გადაგვარების სიღრმე არის უზარმაზარი, ამერიკელებს აბსოლუტურად არ სურთ ამ ჭაობში ყოფნა, რომელსაც ევროკავშირი ქვია, ისინი ფაქტობრივად ზურგს აქცევენ მას და აგრესიულად არის საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირის შესუსტება იმ ქვეყნებთან დაახლოება, რომელიც მონათესავია, 4 ქვეყნის გამოყოფას აპირებენ პირველ რიგში. ეს არის უნგრეთი, ეს არის ავსტრია, ეს არის იტალია
და კიდე რომელი დავწერე. ბოდიში. ერთი წამით ნახო. ამჩი რომ დამოვიწყა. პოლოდეთი, რა თქმა უნდა. აი ეს და უზარმაზარი ხელშეწყობა იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელსაც ევროპაში პოპულისტებს უძახიან, კონსერვატორებს, ხაზ, რომლებსაც საკუთარი ქვეყანა უნდათ, საკუთარი კულტურა უნდათ, პოპულისტებს და ექსტრემისტებს უწოდებენ, ვინ? ყველაზე გადაგვარებული ნეოლიბერალური ჯგუფები, ხო? ნახეთ, ნიშნულოვანი მომენტი რა არის? ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებში იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელიც ტრადიციულ ევროპას დააბრუნებს. ფასეულობათა სისტემას დააბრუნებს, იმიტომ რომ ამერიკელებს როგორც კი მათაც აურიეს და გადაუხვიეს ნეოლიბერალური განშტოების მიმართულებით შეერთებულ შტატებს შეექმნა პრობლემა და რომ არა ეს მარცხი ამ ნეოლიბერალური გლობალისტური ძალების თვითონ ამერიკის მომავალი იყო გაურკვეველ მდგომარეობაში და ძალიან დიდი საფრთხის წინაშე იდგა, მაგრამ სამყარო შეიცვალა. საქართველოში არაფერი არ იცვლება, ხელისუფლება გვყავს ისეთი ჩემტერს. აი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება. თან არალეგიტიმური ხელისუფლება, თან არაფორმალური ხელისუფლება, იმიტომ რომ ეს მართალია, მალე ძალიან სერიოზულ ცვლილებებს აპირებენ მთლიანად მთავრობაში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ახლა ერთს გადააბავენ ერთი ადგილიდან მეორეზე, მეორეს მოაბავენ აქ. ბავშვობაზე, როცა მე ზაფხულში ჩავდიოდი ბაბუასთან და ბებიასთან, განსაკუთრებით აი დედული რასაც ქვია, ეს არის ხონისამტრედის გზაზე ქუტირი, ძალიან კაი სლოფერი, დედჩემი ბალავაძე იყო გვარად, ზაფხულში ჩემი ფუნქცია იყო, რა კი დაკავებული იყვნენ დიდები, მე მეც ვეხმარებოდი, მაგრამ მანამდე სანამ უფრო მცირე ასაკის ვიყავი, მე უნდა წამეყვანა საქონელი, თუმცა ეს ძალიან რთული საქმე იყო, იმდენი თოკებით, იმიტომ რომ იქ გაშვება არ მოდის, არ არის საკმარისი საზღვრები, ამიტომ სადღაც კუთხეებში უნდა დამება, პალოთი ჩამესვა ეს თოკი და მიმება საქონელზე და მე ზაფხულის შუადღეზე მივსულიყო გადამება. იმიტომ რომ იქ აი ზუსტად ასეთი გადაბმის პროცესში არის ჩვენი უზენაესი ხელისუფალი არაფორმალური ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ის ახლა ამ იმას ერთ საქონელს გადააბავს მეორე ადგილზე, მეორე საქონელს წამოიყვანს პირველ ადგილზე და ამ მარაზმატიკულ რომ იტყვიან ცვლილებებში ვართ და ვართ რაღაცის მოლოდინში. ხასოსა ჩემი მიმართვა ცნობილია. ყველა ვინც გაიზიარებს ამ მიმართვას, სხვა გზას რო ხედავდე მე, სხვა გზას დავადგებოდი, ქართლში ძალა თუ არ გაჩნდა, თუ ქართლებში არ არის საკმარისად საღი თავდადებული ადამიანი, ამ ქვეყანას საშინელება ელოდება და მე კი ყველაფერზე წავალ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მოხდეს. მე ვიღაცები მეუბნებიან, რომ არიქაშენ გზაში მოგიტაცებენ, შენ შეიძლება ამას გიქნა. მე ყველაფერზე ხელი მოწერილი მაქვს. მე უანგარო ვარ ღმერთის წინაშე. სუფთა ვარ, ჩემი ქვეყნის წინაშე სუფთა ვარ, ჩემი ნაცნობი თუ უცნობი მოქალაქის წინაშე სუფთა ვარ. მომკლავენ? იბატონო, რა ვქნა ეხლა მე დაცვის გარეშე დავდივარ, ეხლა მანქანას ცოტა ზიანი აქვს და ჩვეულებრივი ტრანსპორტით დავდივარ, მეტრო იქნება თუ, ამიტომ მე ყველას ვეუბნები, რომ მე არ მომკიდებენ ხელს, იმიტომ რომ მე რომ იცი ამ ყველაფერი, ხო ჩემ შესახებ, მე რომ ხელი მომკიდო, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ ნიღაბს აი ჩამოფხრეწმით მოხსნა მიუსაჯო და აჩვენო თუ რა მე ამისთვისაც მზათა ვარ, ამიტომ მე გავაგრძელებ იმ საქმეს, რაცაც ქვია საღი ქართველების გაერთიანება და ჩვენ აუცილებლად მივახწევთ მიზანს. ესე იგი, დააკვირდით
რამხელა ცვლილება არის მსოფლიოში, არადა ამის შესახებ მე ვლაპარაკობდი, წერდი წლებია, რომ ასე მოხდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო უშიშროების კონცეფცია, მისი შეხედულება უკრაინის ომთან დაკავშირებით ერთადერთ ადგილზე არის წინააღმდეგობა გაწეული, ეს არის ევროპა. ყვახე გამოხტომა ზელენსკისა ტრამპის მიმართ, წარმოგიდგენია თქვენ იმ დონის არარაობა და პრესტუპნიკი, როგორიც არის ზელენსკი, თქვენ ნახავთ რა ბოლო ექნება მას, ბედავს იმას, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი აუგად მოიხსენიოს. ამ დროს ევროპის არც ერთ ქვეყანას არანაირი უნარი არ გააჩნია დახმარება გაუწიოს უკრაინას. ამიტომ არის ერთი ამბავი, რომ ეს რუსული ფული, რომელიც 300 მილიარდამდეა, როგორმე გამოიყენონ, მაგრამ ამერიკელები უფრო გაცილებით ჭკვიანები არიან და გაცილებით სერიოზულად აქვს წარმოდგენა უკვე დღევანდელ რეალობაზე. რატო წავიდა შეერთებული შტატები Core 5, ანუ C5-ის C5, ასე რომ ვთქვათ, შექმნაზე, იმიტომ რომ მას სრული ინფორმაცია მიაწოდეს თუ მოხდება საუბედუროდ ყველასთვის ამერიკა-რუსეთის დაპირისპირება, ამერიკელებს სტრატეგიული თვალსაზრისით უპირატესობა აღარ აქვთ და ეს იყო შემოbrunების მომენტი, როცა მიხვდნენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს 100 წელი არ ჭირდება ახლა ბომბები თავის ქვეყანაში, ისევე როგორც არ ჭირდება რუსეთსაც ბომბები თავის ქვეყანაში, მაგრამ დააკვირდით შეერთებული შტატები აპირებს, როგორც ჩანს, რუსებთან ფარულად მოლაპარაკებული არიან იმ ფულიდან 200 მილიარდი დოლარი რუსებთან ერთად ამერიკული ერთობლივ პროექტებში იქნას გამოყენებული და ტრამპი უკვე ღიად ლაპარაკობს არქტიკაში საერთო პროექტების გაკეთებაზე, ეს რუსები შესთავაზეს და მე ამის თაობაზე გითხარით თქვენ ადრე, ჯერ კიდევ წლების უკან, რომ არქტიკა იქნება უპირველესი შეთანხმების საგანი, დაპირისპირების საგანი, არქტიკაში რუსების უპირატესობა, მათ შორის სამხედროებაზე ისეთია, რომ ყველა უკან არის გაწეული, ამიტომ კარგად გააკეთეს რუსებმა, რომ ამერიკელებს შესთავაზეს, მოდი ერთად გავაკეთოთო, ერთად ცდილობენ ისინი და მე ვფიქრობ, რომ ესეც განხილვაშია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული 84 ტრილიონი დოლარის მოძიებული წიაღისეული, რომ იქაც ერთობლივად იყვნენ, ამიტომ C5 ჯგუფი იქნება ფანტასტიკური, მე ასეც ვფიქრობდი, რა თქმა უნდა, 5 ქვეყანაზე არ მისაუბრია, მაგრამ მე ვფიქრობდი და 3 ქვეყნის მთავარი ქვეყნის შეერთებაზე ვსაუბრობდი. რა კი ინდოეთი წარმოადგენს გლობალური სამხრეთის ლიდერ ქვეყანას, არა ერთადერთს, მაგრამ ლიდერ ქვეყანას, ის ბუნებრივად იქნა შემოყვანილი და როგორც გითხარით, იაპონია ამერიკელებს სჭირდებათ გარკვეულად კოალიციური ინტერესთა ბალანს მიაღწიოს ჩინეთთან და ინდოეთთან, რომ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე, მათ შორის წყლებში ამერიკელების ინტერესი დაცული იყოს და ამ ინტერესზე მე ცალკე მქონდა არაერთი საუბარი. ესე იგი, სანამდე მივედით იქამდე, რომ მსოფლიო ამოყირავებულია, გეოპოლიტიკური სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. მე ვიტყოდი ასე, რომ არანაკლები ტექტონიკური ძვრებია გეოპოლიტიკაში, ვიდრე იყო საბჭოთა კავშირის დანგრევა, საშინელი უზარმაზარი მასშტაბის გეოპოლიტიკური მოვლენა იყო, ფაქტობრივად ნომერი 2 იმპერია მსოფლიოში, რომელიც აბალანსებდა ამ დასავლურ ლიდერ ქვეყანას, დაიშალა და ამან თურმე
ბალანსების დარღვევამ და წონასწორობის დარღვევამ დააშვებინა შეცდომები დასავლური სამყაროს ლიდერ ქვეყანას და ისინი ახლა ასწორებენ ამ შეცდომას და ჩვენ კი ვართ უსაშინლეს გაჩხერაში ეს ჩვენი საცოდავი არაპოლიტიკური ლიდერები ჭყალებში, პარლამენტში, მთავრობაში კვლავ სულელურ იდეა ფიქსებს მიჰყვებიან, კვლავ საუბრობენ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ისევ ნატოში შევლენ, ნახეთ, ყველაზე სამარცხვინო და ჩემთვის მაგალითად ადამიანურად შეურაცხყოფელი, იმიტომ რომ პირველი დღიდან ამაზე ვსაუბრობდი, რომ ეს არ მოხდება. რატომ არ მოხდება? იმიტომ კი არა, ცუდია თუ კარგია. იმიტომ რომ გეოპოლიტიკური შეზღუდვები საქართველოს არანაირ შანსს არ აძლევდა, რომ ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანდებოდა. შანსი, იმიტომ რომ გეოპოლიტიკა იცვლებოდა. ერთხელ თქვი გავიმეორებ, პირველად ამის შესახებ თქვი 2007 წელს, როდესაც ებერკის ფონდის მიწვევით სომხეთში ვიყავი ლექციების წასაკითხად სხვა ჯგუფთან ერთად. ერთი ლექცია იყო ჩემი დაგეგმილი და 4 ლექცია წამაკითხეს. იქ იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, კიდევ ვიღაც ყველა პოლიტიკური ტოქ-შოუს წამყვანი, მოკლედ სერიოზული გუნდი იყო იქ და მე მაშინ თქვი პირველად საჯაროდ, რომ მე მახსოვს ახლა ერთმა სომეხმა ცნობილმა პიროვნებამ მკითხა, მაშინ რატომ უკაცო, რატომ ვერ მეთქე გამორიცხულია, რომ საქართველო ან უკრაინა ნატოში იქნენ მიღწეული, იმიტომ რომ ეს ცვლის გეოპოლიტიკას. და მე აუხსნა, აბა რატოა პროპაგანდა ეს და რაც ჩემი სიტყვებია, მე უბრალოდ მიხარია, რომ სწორად ხედავდი მოვლენებს. ტრომპა თქვა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ბლეფი იყო უკრაინის და რუსეთისთვის ნატოში შეთავაზება. კაცო, ეს რო ბლეფი იყო, ისედაც ხო ცნობილი. მე განსაკუთრებით ხიარულ ხასიათზე მაყენებდა და ცოტა ძალიან მაღიზიანებდა ჩემი თაობის ხალხი. საშუალო ასაკის ადამიანები როცა მწერდნენ, რომ თქვენ ესე იგი რუსეთთუ მეხარ და ჩვენ ევროატლანტიკურ მიხდით ხო რა სექსუალური სიტყვები არა, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში გვინდა და იქ გვინდა ჩვენი ადგილი ნატოშია გაუნათლებლობა. სისულელეების აყოლა მიცის ეს ახალგაზრდებზე არ ბრაზობ, იმიტომ რომ იმ დამპალ უნივერსიტეტებში რაც პროპაგანდა გაუწიეს, ისე არიან, მაგრამ ამ ახალგაზრდებთან სამუშაოა, ბევრი მათგანი ძალიან საღია და დაბრუნდება ნორმალურ აზროვნებაზე, დანარჩენი მარგინალური ჯგუფი დარჩება, რომელსაც არაფერი არ ეშველება. ესე იგი, თავარი რაც მე ახლა ავხსენი, მე მაინტერესებს საქართველო რაც გააკეთებს ხვალ. როგორი ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნახეთ C5 მორჩა Core 5 შენ რა ორიენტაციებზე ლაპარაკობ? რაც იძამ ახლა ამ უზარმაზარ კოალიციას, რომელიც გლობალური მასშტაბის იქნება, შენ დაუწყებ ახლა რუსეთს ჩიჩხინს, თუ რუსეთის მხარეს დადგები და ახლა ამერიკელებს დაუწყებ ჩიჩხინს, თუ ადგები და ჩინეთს შეეკვრები და ამ ორივეს დედას უტირებ, ხო? მე ღიად ვამბობ, ჩემი ასაკი მაძლევს ამის უფლება და ის ტოტალური, არანორმალური შრომა, რომელიც მე ბოლო 53 წლის განმავლობაში მაქვს გაწეული. მე მესმის ხელისუფლებაში მყოფი ხალხიდან სუფთა კრეტინიზმი, უვიცობა. იმიტომ რომ არც ერთ ელემენტარული განათლება არ გააჩნიათ და მე რამეკვირა, განათლება არ გააჩნიათ პოლიტიკაში, თორე რაღაცები შეიძლება იციან, არ იცი. მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს პოლიტიკის უმაღლეს დონეზე რო ხარ თანამდებობრივად, მე მაინტერესებს შენი პოლიტიკური შეხედულებები. არ არსებობს. არსებობს იდეოლოგიური შეხედულებები. მთავარი, საით წავა საქართველო. საქართველოს მთავარი პრობლემა არის უსაფრთხოება. საქართველოს მთავარი პრობლემა არის დემოგრაფია, რომელიც მას ანადგურებს. ხას უსვამ გთხოვთ საქართველოს საქართველოში დარჩენილია
თლათ რო გაჭიმო მე ვთქვი 1.400.000 კი ბატონო მოდი 1.5 ქართველი ვთქვათ აი თუ ძალიან მაგარი ჯგუფი და გულიანი ჯგუფი მოიკრება ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ჯიბებიდან გავიღოთ ფული დავიაროთ მთელი ქვეყანა და დავთვალოთ და შევადაროთ მერე ამათ ჩატარებულ სამოქალაქო აღწერის შედეგებს სადაც იმაზე მეტი ქართველია საქართველოში ვიდრე სოფლიო ბანკის და გაეროს მაჩვენებლები გეუბნება იმათმა ყველაფერი იციან არაფერი 240,000 მეტი ქართველი აჩვენეს 2024 წლის აღწერი ესე იგი ჩემი მთავარი საზრდამია შეუძლია დღეს საქართველოს ხელისუფლებაში რომელიმე ადამიანს საქართველოს უსაფრთხოების შესახებ ისაუბროს სად არის გამოსავალი რეალურად ყველას დავჯდები ყველასთან დავჯდები ყველასთან ძალიან კორექტულად ვისაუბრებ თქვენი საუბარი არის უმეცრების საუბარი თქვენ თუ არიცით საქართველოს უსაფრთხოება სად არის სად გადის ის ხაზი რომელიც დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს შეუნარჩუნებს დამოუკიდებლობას გააძლიერებს მის დამოუკიდებლობას ამ შეცვლილ გეოპოლიტიკურ სამყაროში უზარმაზარ ფუნქციას ააღებინებს თავის და წადით სახლში ნუ მიიყვანთ უბედურებამდე ამ ქვეყანას მე მარტო რო დავრჩე მაინც გავაგრძელებ ამ ხაზს და იმედი მაქვს რომ ყველა საქართველოს ავკრიბავთ ერთად დავდგებით და გავაკეთებთ იმას რისი გაკეთებაც აუცილებელია ჩვენ ყავს ხელისუფლებაში იდიოტები ნახეთ ვიღაც სამხარაძე არც ვიცი ვინ არის მაგრამ სახელზე რო შეხედავ აშკარად ჩანს აკეთებს რუსოფობიულ გადაცემას მე შორსა ვარ ის რომ რუსოფილური გადაცემები უნდა განცხადებები უნდა აკეთო არიქა რუსეთი მიყვარდეს და არიქა რუსეთში არა კაცო გონიერი დამოუკიდე რუსეთი აღარ არის ის რუსეთი 10 წელი 15 წელი ლაპარაკობ რუსეთი ჯერ ერთი რუსი ხალხის შესახებ ქართველმა ახალგაზრდათაობამ არაფერი არ იცის ამიტომ იდიოტის დონეზე აზროვნებს ხო ხასუთა მე სხვა რუსეთია სხვა ინტერესები აქვს ნახეთ რამხელა რაღაც გაიარეს რაც მიაღწიეს ჩაოხრებული ქვეყანა კრიმინალში კორუფციაში ჩაოხრებული ქვეყანა ფეხზე დადგა მისი შეჩერება დღეს შეუძლებელია ნახეთ რა დაწერა ჩინეთის მთავარმა გამოცემამ რომელიც ხელისუფლების კონტროლქვეშა ტექნოლოგიურად რუსეთის დონეზე რომ გავიდეთ სულ ცოტა 5 წელი გჭირდება და ვიღაც იდიოტების ჯგუფი იმას მიმტკიცებს მე კოსმოსურ მეცნიერებაში ნამუშევარი კაცი სადაც 1000 სტატია მაქვს აქ თემებზე ვიღაც იდიოტი რაღაც მარკეტინგზე თუ იმაზე სწავლობს ახალგაზრდა იმას მიმტკიცებს მე რომ მე ვარ მტყვანი და არანაირი ესე იგი წარმოდგენა არა მაქვს და ვაქებ რუსებს არ ვაქებ რუსებს გეუბნებით კაცო მსოფლიო ლიტერატურა ვისაც გაინტერესებს სამხედრო გამოცემები წაიკითხეთ და ნახავთ რაშია საქმე ამიტომ სხვა სამხარაძის ერთუჯრედიანი არსების განცხადება ეს ხო ცხადია დავალებით ვიღაცამ დაავალა რომ ეს გაესროლა იმიტომ რომ სამხარაძისნაირი კაცი თუ გაისროლის ამ დონის სისულელეს თორე ნორმალური ადამიანმა როგორ შეიძლება თქვა რუსეთთან დასალაგებელია ურთიერთობა ეს არის ნომერ პირველი თემა საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისა ნატო დაივიწყეთ ევროკავშირი დაივიწყეთ საქართველოში ერთი ჯგუფი იდიოტებისა ლამის გზად არის თურქეთს შეუერთდეს კიდე გეუბნებით რასაც შეუერთდებით იმასაც დაგანახებთ კიდე გეუბნებით საუბარია იმაზე რომ ერთადერთი თემა არის დასალაგებელი რუსებთან მე ეს თემა მოსინჯული მაქვს არაერთ ტელეხიდში რომელიც მოსკოვთან იყო
აქ ორგანიზებული თბილისიდან, მოსკოვიდან, რამდენიმე კაცთან ერთად ცალკეც ყოფილ ვარ, ძალიან ცნობილი ადამიანები იჯდნენ იქეთ, თუ გნებავთ ლუკიანოვი აიღეთ, რომელიც ერთ-ერთი ძალიან გავლენიანია და ცნობილი საერთაშორისო გადაცემა მიყავს რუსეთში და ასე შემდეგ, ასევე სხვასთან მქონია შეხვედრებით, საუბრებით. ერთადერთი თემა უსაფრთხოების თემა. რუსეთი გარანტირებულად დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საქართველოს ტერიტორიიდან მის ტერიტორიას არ ემუქრება საფრთხე. საქართველო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ რუსეთის ტერიტორიიდან მას არ ემუქრება საფრთხე. ეხლა ვიღაცა დამიწყებს ტოტლებენებიო, ესო, ისო, არაფერი არ იცით თქვენ ისტორიის და არც ტოტლებენის წერილი არ იცით, არც სხვა რამეები არ იცით. ისტორიაში იყო, ეხლა ჩვენ მომავალზე ვფიქრობთ, ისტორიაში ვერ ჩავრჩებით, ყველაფერი გასასწორებელია და რამდენადაც სამხარაძისნაირი იდიოტები გამოხდებიან, იმდენად გართულდება საქართველოს სასიცოცხლო პრობლემის მოგვარება. ამიტომ ესეც მიუთითებს, რომ მთავრობაში, რომელიც დარწმუნებული ვარ, მალე კინწისყრით იქნება გაგდებული, მაგრამ სულაც არა ვარ დარწმუნებული, რომ უკეთესი მთავრობა იქნება. მე დაახლოებით ვიცი კანდიდატები, მის შეიძლება იყოს საგარეო საქმეთა ეს საცოდავი დღევანდელი არსების ნაცვლად, მაგრამ ის რომ არანაკლებ საცოდავია, ვიზეც ლაპარაკია. ამიტომ რა გითხრათ, იცით, კარგს არაფერს არ ველი, არავისგან არაფერს არ ველი, სანამ ქართველები ძალად არ გადაიქცევ. მაშინ ჩვენ მოვითხოვთ. ჩვენ ფირწალი კი არ გვექნება ხელში, არ იქა ფული გაგვიყავი, შავი ფული და თეთრი ფული და თანამდებობ ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს ქვეყანა, რომელიც ლამის გაიყიდა, ესე იგი ცოტა დარჩა, თორე დამთავრებულია ყველაფერი. დღეს საუბრები რაზეც არის ის განათლების პრობლემა, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება განათლებაში გავატარე. ძალიან მაღალი დონის, ეს აი ჩემი ბედნიერება, ჩემი წიგნები მაქვს, კიდე მექნება არანაკლები რაღაცები. ასეთი გადაწყვეტილება განათლების რეფორმის შესახებ არის განათლების განადგურება საქართველოში და ანადგურებენ საქართველოს განათლებას მხოლოდ იმის გამო, რომ ჭავჭავაძის პროსპექტზე და სადღან შენობები გამოანთავისუფლოთ. უფრო მეტიც, პარლამენტი გადააქვთ სადღაც, ვიღაცას მოეწონა ეს ადგილი რაღაცისთვის, ან წინ არაბს მისცეს ის რუსთაველის თეატრი, იქა იმ ოფისი, იმ ვითომ ინვესტორის ოფისი და ალბათ იმას წინ ახლა რა თქმა პარლამენტი საერთოდ გასაგებია. ასეთი პარლამენტი საერთოდ რომ არ არსებობდეს, ქვეყანას არაფერი არ დააკლდება. მაგრამ ჩვენ ხო ამ პარლამენტის შემყურე არ ვაპირებთ ცხოვრება, ჩვენ ხო გვინდა პარლამენტმა პარლამენტის ფუნქცია შეასრულოს, მთავრობამ მთავრობის ფუნქცია, სასამართლოს ფუნქცია, არაფორმალური მმართველი არ შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში, ყველაფერი არჩევნების მერე დაალაგებული უნდა იყოს ისეთი არჩევნების შემდეგ, რომელიც ყველას მიერ არის აღიარებული, გაუყალბებელი კანონმდებლობა არის და გაუყალბებელი ეგრეთ წოდებული CSKO, რომელიც თაღლითობის დიდოსტატია, როგორ გააყალბოს საბოლოოდ მთელი ეს საარჩევნო, თუმცა მათ ბევრს არავინ არაფერს არ ეკითხება, ეგეც სისტორისთვის უნდა გავთევთ. და რა თურმე, სადღაც უნდა ააშენონ თორცდები ორთაჭალოში ახალი პარლამენტი და ამ პარლამენტს რას უნდა, ცხადია დაანგრევენ და გაყიდევენ და ვიღაცა სასტუმროებს ან რაღაც კომპლექსს ააშენებს არაბი, ხო, ესე იგი საქართველოში არაბი ხდება პატრონი და ყველა ნაძირალას მიმართა, ვინც ამ არაბულ ჭყალებში ინვესტიციას ამართლებს. მოვა დრო და საშინელ დღეში ჩავარდებით. იმიტომ რომ ამის დაშვება ქვეყნის განუკითხავი გაყიდვის დაშვება არის უარის თქმა ამ ქვეყანაზე. არა და ფანტასტიკური ქვეყანა. ისაც ეჭვი ეპარება. ყველასთან ერთად დავждების სასაუბრად. საქართველოს გააჩნია ყველა რესურსი ჯერჯერობით, მაგრამ ილევა ეს რესურსი
ააგოს ძალიან ღონიერი ქვეყანა, აქვს მატერიალური რესურსი, აქვს ადამიანური რესურსი, აქვს ფინანსური რესურსი, არანაირი 6 მილიარდი არ ჭირდება არაბების, ხასუსა. დეპოზიტზე ნახეთ რამდენი ფული და რომელიც არ მიდის ეკონომიკაში. რატო არ მიდის? იბიტო. შეიძლება საუკეთესო პოლიტიკის გატარება, სადაც ბიზნეს ჯგუფები იქნებიან თავის ძალიან კორ საქართველოში კორ საზოგადოება, ანუ ბიზნესი, სოციალური ჯგუფები, ხელისუფლება, ყველა იმ იდეით უნდა იყოს გაერთიანებული, რასაც ამერიკელები კორ 5-ში აპირებენ გააკეთონ. თორე ხელისუფალი, რომელიც პრივილეგირებულ ბიზნესთან გადის კონსულტაციებს, მიხდით რა სამარცხვინოა და თურმე განათლების რეფორმა მათ დაეკითხეს და იმგერმა ეს ხალხი გჭირდება ჩვენ და თითქოს განათლების სისტემის მიზანი ისაა, რომ ბიზნესის მომსახურება ამხელა ნაწილია განათლების სისტემაში და უმაღლესი განათლების დანარჩენი არის ცოდნის წარმოება, რომლის გარეშეც მკვდარია ქვეყანა. ამიტომ ყველაფერი უკუღმაკეთდება. მე გთხოვთ ყველა საღი ქართველს, საბედნიეროდ ჯერ კიდევ საღი ქართველები ბევრია. მე გთხოვთ, გაიაზრეთ ერთი რამ. 33 წლიანი საშინელი წნეხი, რომელიც ქართველებზე იქნა განხორციელებული, უზარმაზარი შეურაცხყოფა, უზარმაზარი დამცირება, რომელიც ქართველმა ამ წლებში მიიღო და მის სულის სიმტკიცეზე მიუთითებს ის, რომ დღეს ქართველი წაქცეული არ არის. და ვისაც გონია, რომ ქართველები წაქცეულია, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მათ, რომ ისინი ღრმად ცდებიან და ამ მცდარი წარმოდგენებისთვის მათ მოეკითხებათ აუცილებლად. ხასოსა, მე მესმის, ჭირდება დრო, ყველაფერი რომ გადაიხარშოს, ხასუსვამ. კიდევ ერთხელ არ იქნება საღი ქართველების ძალა, არ იქნება არაფერი. დავანებოთ თავი ყველანაირ სხვა ფუნდამენტალურ ინსტიტუტებზე ხელის გაშვებას. ჩვენზე ნაკლები ქართველები არავინ არიან. არავინ არ არის. არავინ არ არის. ეკლესია თავის თავს და თავის პოზიციას გამოხატავს ისე, როგორც ის ჩათვლის საჭიროდ და ნუ ვინმე ფიქრობს, რომ ეკლესიაში უფლის მსახურების მცირე რაოდენობა. არა, იქ არის პრობლემა, იქ შეიძლება იყოს პრობლემული ვიღაც მღვდელმთავარი და ასე შემდეგ. ეს არ არის ეკლესიის სახე. ეკლესიის სახე რაც იყო 17 საუკუნეზე მეტია, ისეთივე იქნება, პრობლემები ყველგან არის, მაგრამ ეკლესიაზე აპელირება, ეს არის საერო კაცის პასუხი. შენ უნდა იცოდე, თუ შენ ღმერთის წინაშე მართალი ხარ, თუ შენ მართალი ხარ შენი ქვეყნის წინაშე და შენ იბრძვი ამ შენი ქვეყნის მომავლისთვის, შენზე ნაკლები არავინ არ არის. ეკლესიამ თავისი საქმე იცის, ეკლესია თავისას გააკეთებს, ჩვენ მათ პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, უდიდესი პატივისცემით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რომელიღაცა ცალკეული სასულიერო პირის გამოხტომები არ შეესაბამებოდეს ეკლესიის არც დანიშნულებას, არც პოზიციას, მაგრამ ასეა იდეალური და ყველაფრისგან იზოლირებული მსოფლიოში არაფერი არ არსებობს, ვერც საქართველოში იარსებებს. ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ გაბოროტებული დასავლეთზე ან რუსეთზე, იმიტომ რომ გონება სისუსტით ბრალია. დააკვირდით, მე ვარ იმ თაობის ადამიანი, რომელიც 80-იანი წლებიდან და თუ გნებავთ 70-იანი წლების შუა პერიოდიდან, როცა მეტნაკლებად დაიწყო იატაკქვეშა მოძრაობები და ინსტიტუტში რაღაც არალეგალურს ჩავიკეტებოდით ოთახში, რომ ვიღაც შემთხვევით არ შემოეხადა და კითხულობთ, იქედან მახსოვს ყველაფერი და ვარ შესაბამისად ხან
ქალაქის დონეზე ხან, რეგიონის დონეზე ხან, მერე ქვეყნის დონეზე რაღაც აქტიური. მე ძალიან კარგად ვიცი პოლიტიკური პროცესი დაწყებული თუ გნებავთ, მოდით ნოემბერი იყო თუ არ ვცდები 1988 წლის და მერე ის უბედურებები, რამაც ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა, ამიტომ ხაზი მინდა გაუსვა კიდევ ერთ რაიმეს. იმდენად შეცვლილია კოორდინატთა სისტემა და იმდენად ახალი გარემოებებია, ძველიდან არაფრის წამოღება არ შეიძლება მოქმედების თვალსაზრისით. ძველიდან ჩვენ უნდა წამოვიღოთ წყინვალე ქართველების სული ქართული. მათი სიყვარული და შემართება ქვეყნისადმი. დანარჩენი არაფერი არ აქვს და რა თქმა უნდა განათლება იგივე აიღეთ, ილი აიღეთ, სხვები აიღეთ. განათლება და ცოდნე ადამიანების დამოკიდებულება პრობლემებისადმი. ამით ის მე-19 საუკუნის სუპერინტელექტუალური ქართველები და მე-20 საუკუნის გარკვეული პერიოდის ის ქართველები უზარმაზარ ნიმუშს გაძლევენ, შენ მაგალითს გაძლევენ, რომ როგორ უნდა იყო დამოკიდებული. ამიტომ ყოველი წარსული ნარატივების გადმოტანა გონება სისუსტის და სისუსტის ბრალია, გარდა სულიერი შემართებისა, პატივისცემისა ყველა იმ ადამიანისადმი, რომელმაც თავი გადადო ქვეყნისთვის და ამას შეეწირა, ზოგი მოკლეს, ზოგი დაიღუპა და ასე შემდეგ. ჩვენ გმართებს და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩვენ საღი ქართველები ერთად მდგომი ერთმანეთის გვერდ, ღმერთო დამიფარე, მე თქვენი უფროსი ვიყოთ, მე არასდროს არავის უფროსი არ ვიქნები, მე ვარ უკვე ის, რაც ვარ, მე მინდა თქვენთან ერთად თანამშრომლობა, ჩვენ არჩეთ შეცდომას არ დავუშვებთ, ჩვენ არ შეგვეშლება საშინაო პოლიტიკა და საგარეო პოლიტიკა, ჩვენ არ შეგვეშლება არც ლექსიკა, არადა მთავრობას და არაერთ პოლიტიკურ ჯგუფს ეშლება ეს ლექსიკა, იმიტომ რომ არც ოდნის ბრალია. ამიტომ ნახეთ რა ხდება. ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ უბრალო მიზეზის გამო. არც მინდა გადაგალოთ და შეუძლებელია არ მინდა ვისაუბრო წაქცეულ ევროპაზე, იმიტომ რომ ევროპულ პრესას ყოველდღე ვადევნებ თვალყურს და ის მარაზმი რაც ხდება ევროპაში, მე საერთოდ არ მინდა იქეთ გახედა. დასავლური სამყაროს ლიდერმა ქვეყანამ გამოხატა ევროპისადმი დამოკიდებულება. ეხლა მე ძალიან ცუდი რამე უნდა გითხრათ, მძიმედ მოსასმანი. ევროპაში რა უბედურება ტრიალებს, ზუსტად იგივე უბედურება ტრიალებს საქართველოში და ეს იმის ბრალია, რომ 20 მოდით პირდაპირ თქვათ 1995 წლიდან, როცა უკვე ფორმირდა პირველი მარიონეტული ხელისუფლება, განადგურებული იქნა მრავალპარტიულობა და შევარდნაძის ნებით თეთრი შავის პოზიცია შესანიშნავად დაამუშავეს ტექნოლოგებმა, ხელთუქმნელი მოქალაქეთა კავშირი და შავი ბნელი აღორძინების კავშირი. მერე ვინ გამოვიდა? ამ ხელთუქმნელიდან გამოვიდა ნაცმოძრაობა, ყველა დანარჩენი შავი, ეხლა ვინ ოცნება ხელთუქმნელი, ნაცმოძრაობა შავი, არადა ერთი ოხერია. აი რო შეკრიბო პიროვნულ დონეზე, ყველა ერთმანეთზე უარესია. ამიტომ ეს სატყუარა ღირსეულ ადამიანებს არ შეიძლება გონებას უბნევდეს. ამ მის მიმართ ჩვენ ნეგატიური უნდა ვიყოთ. ხელისუფლებამ ღმერთმა ქნას კაი რამე გადადგას ნაბიჯი, ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ და თქვათ რა კაია. მანახეთ ერთი რამ. მეორეჯერ, მესამეჯერ ვიმე მანახეთ 2012 წლიდან ერთი რამ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ქართული სახელმწიფოს გასაძლიერებლად, ქართული ხალხის წინაშე არსებული საკითხების სასიცოცხლო მოსაგვარებლად, ქართული ინტელექტისა და გონების ამაღლება,
მომავლის უმწვრთნელყოფა ჩვენი შესანიშნავი ახალგაზრდების დიდი ნაწილი შესანიშნავია რა ყველგან წიხლი ყველგან გასრესა ყველაფრისა რაც შეიძლება მანახეთ ერთი ხელისუფლება რომელმაც იმაზე დიდი დარტყმები მიაყენა ეკლესიას ვიდრე ოცნება რეალურად ვერ მანახეთ ამიტომ საუბარი ასეა სამყარო შეიცვალა საქართველოში უნდა მოხდეს ადეკვატური ცვლილებები ადეკვატური ცვლილებები ნიშნავს ხელისუფლებაში მყოფი ხალხი აზრზე მაინც უნდა იყოს რა ხდება მსოფლიოში და ეძებდეს ქვეყნისთვის საკუთარი ჯიბის ფულისთვის კი არა არანორმალური ფული აქვს ნაშოვნი ხალხი რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდა არაფრით ხალხი რომელიც 2012 წელს როცა ჩვენ დღედაღამ ქვეყნის განვითარების კონცეფციას ვამუშავებდით და კაციშვილი არ მინახავს დღეს ხელისუფლების უმაგრეს ორგანოებში ზიან და გამოჩენა ერეკლე მოედის მოედანზე იქ ჟურნალისტა ძველი კარგი არქიტექტურის სახლი რო იყო იქ ტყვიასავით ეშინოდა რომ სააკაშვილის ხალხმა არ დაგვინახოსო იმიტომ იმასაც თავისი მსტოვრები ყავდა იქ განთავსებული და დღეს ყველანი ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში არიან ესე იგი ქართველები იქნენ მოტყუებული ქართველები იქნენ მოღორებული და ნაწილი გადაგვარებული ქართველების მხარდაჭერით ეს სისტემა აგრძელებს ქვეყნის გაყიდვას ქართული მომავლის დასამარებას და თუ ჩვენ ამას შევეგუებით პიროვნულად ჩვენ შეიძლება ყველანი გადავრჩეთ ან გავიქცეთ ამ ქვეყნიდან მე მაგალითად ამ ქვეყნიდან გამქცევი არა ვარ და არსად წამსვლელიც არა ვარ ღიად არც დაცვა მეყოლება არასდროს არც უსაფრთხოდ დავდივარ იმიტომ რომ ღრმად ვარ დარწმუნებული 1994 წლიდან ვარ საჯარო პირი მანამდე ქუთაისის დონეზე ვიყავი აქტიური ადამიანი ინსტიტუტის ლექტორი სპორტსმენი სახალხო დეპუტატთა საბჭოს დეპუტატი 80-იანებში და ასე თუ ისე სახეზე ვიყავი შემდეგ უკვე მასშტაბი გაიზარდა ხო ამიტომ მე რიცი უნდა მეშინოდო ვიღაც ნაძირა ჩემს დაქირავებას რა უნდა მე ისიც მითხრეს რომ რა თუ გნებავ დაგიმტკიცებთ და ორგანიზებას გაუკეთებთ ჩვენ მოტაცებასო გაუკეთეთ გიბრალტო რა პრობლემაა მე რა ახლა ამის გამო დაცვას ავიყვან თუ არა თავარია იყო ღმერთის წინაშე მართალი და დანარჩენი ახლა ვინ რას გააკეთებს მისი საქმე ჩვენი საქმე არის სუფთა ჩვენი საქმე არის ნათელი და ან ემსახურები შენ ქვეყანას იმიტომ კი არა რომ ფული ჩაიდო ჯიბეში ფული ჯიბეში ჩადება თუ ჩვენ დავალეგებთ წესიერ ქვეყანას და შეგვიძლია ამის გაკეთება ფული წესიერად ლეგალურად ღირსებით იქნება გამომუშავებული და არა ისე როგორც დღეს ჭაობში ჩაძირული ქართული რეალობა ცვლილებებია საჭირო ამის ბოლო რეზიუმე ის იქნება რომ არ გადაგალოთ რომ ცვლილებები გჭირდება ჩვენაც უნდა გავითავისოთ ის რომ სოფლიო შეიცვალა შენ არ შეიძლება დარჩე ჭურში არ შეიძლება ის სულელური იდეა ფიქსებს მიმართო არ შეიძლება იყო ზოგი რუსოფობია და კრეტინიზმის დონეზეა რუსოფობი ზოგი დასავლეთს აგინებს და კრეტინიზმის დონეზე აგინებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ის მოქალაქე ხარ ბოლო ამ ქვეყნის შვილი ხარ კეთილი ინები ამ ქვეყნის ფეხზე დაყენებაზე იფიქრე რადგან ნებისმიერი ფობია ნებისმიერი ზიზღი ანადგურებს ადამიანს როგორ შეიძლება ზიზღის მატარებელი ადამიანი სასარგებლო იყოს თავისი ოჯახისთვის არ არის სასარგებლო და ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო ამიტომ გრანდიოზული ცვლილებები რაც მე დღეს გითხარით ეს მე სხვადასხვანაირად ნათქვამი მაქვს და
ლამის ესე იგი პუტინი ფულს მიგზავნიდა, ხო, მე ხუმრობდი ამაზე, კაცო, ვერაფრით ყოველდღე მიგრეკავს ვალოდია და მეუბნება მიმიხედე დემო რა ხარ საქართველოს და მაგრამ პატარა ჩემოდანს აგზავნის თქო და პრეტენზია მაქვს დიდი ჩემოდნით ფული გამოაგდა. თქვენ დიდი ბოდიში ვისაც ეკუთვნით, თქვენ მართლა სირებო თქვენ. მართლა შეგიძლიათ იფიქროთ, რომ მე შეიძლება ვინმეს დავალებით ვსაუბრობდე? და იმიტომ რომ გონება გაქვთ დამთხეული, ამიტომ ჩემი საუბარი არის ღირსეული ქართველებისთვის საბედნიეროდ დღეს გადარჩენილი ვართ. უმრავლესობა ქართველებისაც აღიზარდა. მესმის ყველაფერი ცოტა დრო ჭირდება. ღმერთმა მოგწეს ძალა ეს დრო გავიაროთ, მაგრამ დიდი დრო არ აქვს. ღმერთმა მოგწეს ძალა, რომ ამ ქვეყნის წინაშე დღეს არსებული პრობლემები მოვაგვაროთ. ვერავის ვერ მოგვეშველება. წარსულიდან ვერავის ვერ გამოვიძახებთ. გარედან ვერავის ვერ მოვიხმართ. ცოცხალი 2-3 თაობა, ახალგაზრდების საშუალო და უფროსი თაობა აგვარებს იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დრო მოიტანა. შეგვიძლია? შეგვიძლია. კარგად შეგვიძლია? დიახ, კარგად შეგვიძლია. უშეცდომოდ შეგვიძლია ყველაფრის კეთება? ვფიცავ, რომ შეგვიძლია. მე ყოველ შემთხვევაში ძალღონეს არ დავზოგავ იმისთვის, რომ ვაკეთოთ ის, რაც ქვეყნის წინაშე არის. პირადად მე ვერც თანამდებობაზე ვნახავთ, ვერც არჩევნებში ვნახავთ, ვერც არაფერზე არ შეგაწუხებთ, მაგრამ მე ახლა გაწუხებ თქვენ ყველას საგ გადარჩენილ ქართველებს. მე გაწუხებთ ამ ქვეყნისთვის. ეს ქვეყანა იყიდება, ეს ქვეყანა დგას უბედურების გზაზე და ამას მხოლოდ ქართველები შეაჩერებენ. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ წმინდა საქმეში. დაგემშვიდობებით შაბათს 21 საათამდე. კარგად ბრძანდებოდეთ.